გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მალხას სონღულაშვილი, ვიმყოფები სანტა ესპერანსაში და თქვენთან ერთად უნდა შევარჩიოთ წიგნები თქვენს საკითხავად. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ წიგნიდან, რომელსაც ებრაულ ტრადიციაში ქვია კოჰელეთი. ტრადიციის მიხედვით ეს დაწერილი არის სოლომონ მეფის მიერ. Რა თქმა უნდა, სოლომონ მეფე კარგახსნის გარდაცვლილი იყო, როცა ეს წიგნი დაიწერა. მაგრამ დაწერილია მონარქის პოზიციიდან, რომ ადამიანმა, როგორც მონარქმა, ნახა ცხოვრებაში ყველაფერი და ეს სამყარო ტრიალებს წრეზე, არაფერი არსებობს ცისქოშეთში, რაც მანამდე არ მომხდარა, არის დრო თესვისა, არის დრო დანერგვისა და არის დრო დანერგულის ამოთხრისა. და ამ წუთის სოფლის თავისებურებაზე მსჯელობს ოსტატურად ეს ავტორი, ჩვენ არ ვიცით ვისი დაწერილი არის, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია მას მიეწერს სოლომონს და მე ვფიქრობ, ჩვენს ეპოქაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენს არსებობაზე, ჩვენს ცხოვრების საზრზე ვფიქრობ, რომ ეკლესიას ეს წიგნი იქნება მშვენიერი წამალი. კი ბატონო. მეორე წიგნი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ და გაგიზიაროთ, არის ნაწილი ქრისტიანული საღვთო წერილისა, რომელსაც ქვია მარკოზის სახარება. რა თქმა უნდა, ბევრს ხსმენიათ მარკოზის სახარების შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გაგვიაზრებია, რომ გარდა იმისა, რომ ეს ტექსტი არის რელიგიური ტექსტი, ის არის შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოები. ავტორი ოსტატურად გადმოსცემს აზრს და გვეუბნება, რომ არავინ არ იცის იესო ვინ არის. ის კი არა, თვითონ იესომაც არ იცის ვინ არის სინამდვილეში, დარწმუნებული არ არის ამაში. მშობლები, დედა, ოჯახის წევრები ალმაცერად უყურებენ იესოს. მარიამი და მისი და-ძმები მივლენ იმისათვის, რომ იესო გათოკონ, რადგან თვლიან, რომ იესომ გააფრინა. სხვა არც ერთ სახარებაში არ გვაქვს ეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც გებულობს ვინ არის სინამდვილეში იესო, ეს არის რომაელი ასისთავი, რომელიც ამბობს, რომ ეს ნამდვილად ღვთისშვილი იყო. ამ ეპოქაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მე ვფიქრობ, ამისი გააზრება, რომ მიუხედავად ფრუსტრაციისა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, გლობალური ფრუსტრაციისა, ჩვენ გვჭირდება იმისი გააზრება, რომ ღმერთი თავის საქმეს მაინც გააკეთებს, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ, არაფრისა და არავის იმედი არ გვაქვს. ეხლა ჩვენ გვინდა შექსპირი. ნაწარმოები, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის ცნობილი და ალბათ შექსპირის ყველაზე უკანასკნელი ნაწარმოები არის ქარიშხალი. ეს არის საოცარი ამბავი, საოცარი ფერებით დახატული, სადაც ჩვენ აკვავს ერთი პროტაგონისტი, პროსპერო, რომელიც თავის დროზე იყო მილანის მთავარი და მისი ძმის ხიმანდრობით იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და გახიზნულიყო კუნძულზე. კუნძულზე პროსპერო შეძლებს თავისი ჯადოქრული უნარების გამოვლინებას, ამ კუნძულზე შექმნის თავის საკუთარ სამყაროს, კუნძულის მაცხოვრებლები, ვინც ამ კუნძულზე არიან, მის მორჩილებაში არიან, მაგრამ მისი ჯადოქრობა იმ ზღვარს მიაღწევს, რომ გადაწყვეტს, რომ ააბობოქროს ქარიშხალი და ისინი, ვინც მისი მტრები იყვნენ, ყველანი მისი საკუთარი ძმა, ნეაპოლის მეფე, მისი ამალა, ყველანი ქარიშხლის შესდეგად მოიყვანოს ამ კუნძულზე. და მე ვფიქრობ, ესეც ისევე როგორც ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ჩვენს გარშემო არის, დაგვეხმარება, რომ ეს სამყარო აღვიქვათ ისეთად, როგორიც ის არის და გვასწავლის ასევე, როგორი რეაქცია უნდა გქონდეს ამ სამყაროს მიმართ. ერთი, ვიძიოთ შურ იმაზე, ვინ ჩვენ გვღალატობს, ვინ ჩვენს ქვეყანას ღალატობს, ვინ ჩვენს წარსულს აწყობს და მომავალს ღალატობს, თუ ვეძიოთ სხვა გამოსავალი. კიდევ რა გვაქვს, right? დროზეა დამოკიდებული რა გვაქვს. აკა? აქ არის, ქვემოთ. კი ბატონო. ალექსანდრე ყაზბეგი. ზოგჯერ მისი ნაწარმოებები იმდენად იზიდავდა მკითხველს და იმდენად ჩართული იყო მკითხველი ამ ნაწარმოების გმირებთან ურთიერთობაში, როდესაც ავტორი რომელიმე გმირს მოკლავდა, შეეძლოთ მათ გაეპროტესტებინათ გმირის კვლევა და მოეთხოვათ ავტორისგან, რომ გაეცოცხლებინა გმირი. ასეთი ცოცხალი ურთიერთობა იყო მკითხველსა და
ამ ნაწარმოებს შორის. მოძღვარი ნაწარმოები ალექსანდრე ყაზბეგისა გამორჩეულია თავისი ღირებულებით, რადგან ეს გვთავაზობს სტომილი ადამიანისა, რომელსაც იაღლიში მოვიდა გამოსავალს. Right. მიხეილ ჯავახიშვილი. Right. ეს წიგნი იწერებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოში თანდათანობით მატულობდა ტირანიისა და ავტორიტარული მმართველობის რეალობა. მე რა თქმა უნდა მიზანად არ მაქვს რომ სპოილერი შემოგთავაზოთ, მაგრამ აქ არის ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც რეალური ადამიანია იყო და მან შემოგთავაზა ჯავახიშვილმა მისი ლიტერატურული ნარატივი. ის რაც ძალიან მწარედ გამოსჭვის ამ ნაწარმოებიდან არის არსენ ამბარაბდელის სიტყვები, რომელიც მიხვდება რომ ის რაც მისი სურვილი იყო, ის რაც მას სურდა, იმისი მიღწევა შეუძლებელია და სიმწრით იძახის მე ან ძალიან ადრე დავბადებულ ვარ, ან ძალიან გვიან. ავტორი მკითხველს მიანდობს იმის გადაწყვეტილებას არსენ ამბარაბდელი ძალიან ადრე დაიბადა თუ ძალიან გვიან დაიბადა, მაგრამ მისი ნიმუში, მისი მაგალითი ბრძოლისა სოციალური სამართლიანობისათვის და უსამართლო რეალობის წინააღმდეგ. ყოველთვის დარჩება როგორც ნიმუში ჩვენს ლიტერატურაში და გამხნევება იქნება ყველა თაობისათვის.